მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობენ, თავად ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში მოსახლეობა ხელისუფლებას ანტიევროპული და პრორუსული პოლიტიკის გამო უპირისპირდება. უნგრეთში მოქმედი პრემიერის ვიქტორ ორბანის და დემონსტრანტების მიერ დიქტატურად მონათლული მისი მმართველობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაემართა. მანიფესტაციები ბუდაპეშტში ახალი არ არის. საქართველოში ვიქტორ ორბანს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობრად იცნობენ. აღმოჩნდა, რომ ორბანს სხვა მეგობრებიც ჰყავს. ინტერნეტზე გადასახადის დაწესებისა და მთავრობაში აღმოჩენილი კორუფციის შემდეგ უნგრელებმა ორბანს პუტინთან მეგობრობაც დაუწუნეს. დიანა ტრაპაიძეგი ამბობთ ბუდაპეშტში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შესახებ. ორბანი გამორთულია, ორბანი წაშლილია. პროტესტი ინტერნეტ ენაზე უნგრეთის პრემიერს ეძღვნება. სამკვირაში ეს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართული მეხუთე აქციაა. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ახალი სისტემა, სადაც ხელისუფლება ხალხს ზემოდან კი არ გადმოხედავს, არამედ მისთვის იმუშავებს. ბუდაპეშტის ქუჩებში აპროტესტებენ კორუფციას მთავრობაში და პრორუსულ პოლიტიკას მთავრობის მხრიდან. რამდენიმე უნგრელი მაღალჩინოსანი კორუფციული ეჭვების გამო შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში მოაქცია. ისინი თანამდებობებზე რჩებიან, პროტესტანტები კი უკვე პრემიერის გადადგომას ითხოვენ. აქ იმისთვის მოვედით, რომ ვითარება შევცვალოთ. ვაიძულოთ ორბანი გადადგეს. ორი კვირის წინ ორბანის პარტიას კომპიუტერები დაუშინეს. ასე გააპროტესტეს ინტერნეტზე გადასახადის შემოღების იდეა. თუ იდეა განხორციელდა, უნგრეთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ფულს მოხმარებული გიგაბაიტების მიხედვით გადაიხდიან. მთავრობა ცუდად იქცევა. ბავშვების გამო აქციაზე ვერ წავედი, მაგრამ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვარ. ინტერნეტი ცალკე კონტინენტია. 21 საუკუნეში როგორ შეიძლება ინტერნეტზე გადასახადი არსებობდეს? ეს გიჟური იდეაა. ბოლო აქცია ბუდაპეშტის ქუჩებში გუშინ გაიმართა. აქციაზე გამოფენილ დროშებზე პუტინ-ორბანის დუეტი გამოსახეს. უნგრეთის პრემიერს პუტინთან მეგობრობის გამო კიცხავენ. საქართველოში ვიქტორ ორბანს მიხეილ სააკაშვილის მეგობრად იცნობენ. უნგრეთის პრემიერი 2012 წლის არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ღონისძიებას დაესწრო. ირწმუნეთ საკუთარი თავის და თქვენი ლიდერის. ნუაყვებით ცდუნებას, რომ უკან დაბრუნდეთ. ეს შეცდომა იქნება. ორბანით უკმაყოფილება არც მეგობრებით, არც კორუფციითა და ინტერნეტით დაწყებულა. მას ედავებიან ახალი კონსტიტუციის გამო, რომელიც ადგენს, რომ ქორწინება არის კავშირი ერთ ქალსა და ერთ მამაკაც შორის. მედია კანონს და კანონს რელიგიური ორგანიზაციების შესახებ. უნგრეთის პრემიერს ხშირად მოიხსენიებენ როგორც უნგრელ ჩაუშესკუს ან ევროპის ჩავეს. ყველაზე პოპულარული მეტსახელი კი მას უნგრელებმა შეარქვეს – ვიქტატორი.